ნება მოსვლის დღიდან დღემდე ცდილობს, რომ უნივერსიტეტები გააკონტროლოს. ამისთვის კი ერთ-ერთი ყველაზე კარგი საშუალება არის უნივერსიტეტში აკონტროლებდე სტუდენტურ თვითმმართველობას. იგივე ხდება დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, განსაკუთრებით მაკაფიოდ ჩანს. ეს ყველაფერი ამ უნივერსიტეტიდან გამომდინარე იქიდან, რომ არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი, ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული უნივერსიტეტი, რომელიც დუმდა და რომლის სტუდენტური თვითმმართველობა დუმდა მაშინ, როდესაც მის უნივერსიტეტში შეიყვანეს სპეცრაზმი, იმისთვის რომ შემდგომ დაერბიათ ახალგაზრდები. მაშინ, როდესაც ქართულ მოსახლეობამ დააკავა არაერთი ახალგაზრდა და მათ შორის იყვნენ თვითონ ამ უნივერსიტეტის სტუდენტები. ეს არის საუკეთესო საშუალება იმისთვის, რომ ახალგაზრდები ან გააჩერო, ან უბრალოდ არ მისცეს შესაძლებლობა იყვნენ უფრო აქტიურები და ხმა ამოიღონ ყველა იმ პრობლემაზე, რომელიც ხდება ქვეყანაში. ნება მოსვლის დღიდან დღემდე ცდილობს, რომ უნივერსიტეტები გააკონტროლოს. ამისთვის კი ერთ-ერთი ყველაზე კარგი საშუალება არის უნივერსიტეტში აკონტროლებდე სტუდენტურ თვითმმართველობას. იგივე ხდება დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, განსაკუთრებით მაკაფიოდ ჩანს. ეს ყველაფერი ამ უნივერსიტეტიდან გამომდინარე იქიდან, რომ არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი, ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული უნივერსიტეტი, რომელიც დუმდა და რომლის სტუდენტური თვითმმართველობა დუმდა მაშინ, როდესაც მის უნივერსიტეტში შეიყვანეს სპეცრაზმი, იმისთვის რომ შემდგომ დაერბიათ ახალგაზრდები. მაშინ, როდესაც ქართულ მოსახლეობამ დააკავა არაერთი ახალგაზრდა და მათ შორის იყვნენ თვითონ ამ უნივერსიტეტის სტუდენტები. ეს არის საუკეთესო საშუალება იმისთვის, რომ ახალგაზრდები ან გააჩერო, ან უბრალოდ არ მისცეს შესაძლებლობა იყვნენ უფრო აქტიურები და ხმა ამოიღონ ყველა იმ პრობლემაზე, რომელიც ხდება ქვეყანაში.